მშვიდობისა დღეს ხუჩაბათია და მეცხრე არხის პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ დიალოგი მე რუსუდან გვარამაძე ვარ. პოლიტიკურ პარტიებს, ახალ მემარჯვენეებს, გირჩსა და ახალ საქართველოს მეოთხე პოლიტიკური ძალა მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დღეს განაცხადა პრესკონფერენციაზე. პარტიების ამ პოლიტიკურ სვლას შევაფასებთ გადაცემის პირველ ნაწილში, რაც შეეხება მეორე ნაწილს. ახალციხის ყოფილი მერი და ახლა უკვე მაჟორიტარი კანდიდატი მართველი პარტიიდან გიორგი კოპაძე რეგიონულ მედიას კვლავ აკრიტიკებს და ადგილობრივი მედიას საშუალებების დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს მართველი პარტიის დამსახურებად მიიჩნევს. მეცხრე არხის სამხრეთის კარიბჭეს წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორი შეაფასებს სამცხე-ჯავახეთში არსებულ მედია გარემოს. ეს იქნება ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის თემა. ახლა კი დავუბრუნდეთ დღის მთავარ პოლიტიკურ მოვლენას, 4 პოლიტიკური ძალის ერთ პლატფორმად ჩამოყალიბებას. ჩვენი სტუმრები არიან კახა ბერიძე, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, კობა გორგოძე, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი, გელა დემეტრაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. საღამომშვიდობისა ბატონებო, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. თავდაპირველად დავიწყოთ, ასე ვთქვათ, იმ მნიშვნელოვანი ამბით თქვენთვის, ასე ვთქვათ, რომელიც დღეს პაატა ბურჭულაძემ გაახმოვანა, შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა პაატა ბურჭულაძე მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის. ზოგადად მაინც, ასე ვთქვათ, იქნება შეფასება, რატომ გადაწყვიტა თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ შეერთებოდა, ასე ვთქვათ, იმ პოლიტიკურ უკვე პლატფორმას, უკვე პარტიას, სამ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მანამდე გაერთიანდა. გირჩი, ახალი საქართველო, ახალი მემარჯვენეები. პირველ რიგში მოგესალმებით. დიდი მადლობა მოთხოვისთვის. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას ჩვენი პარტიის გაერთიანების მხოლოდ იმიტომ, რომ პაატა ბურჭულაძე როდესაც მოდიოდა პოლიტიკაში, მან განაცხადა, რომ ერთი იდეის, საქართველოს იდეის გარშემო შეკრიბავდა იმ ჯანსაღ ძალებს, რომლებიც საქართველოს წაიყვანენ წინ და არა, ვთქვათ, დააბრუნებენ უკან წარსულში. ასეთი ძალა დაინახა იმ სამ პოლიტიკურ პარტიაში, ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი და ალბათ კიდევ და კიდევ იქნება გაერთიანება. გასაგებია დანარჩენ მიზეზებზე, რაზეც ასე ვთქვათ, უკვე საუბრობენ, რომ ამით ვთქვათ გაერთიანდა პოლიტიკური ძალები, ამით გაძლიერდა მათი მხარდამჭერთა რაოდენობა და ასე შემდეგ. ამაზეც მინდა რომ მოგვიანებით ვისაუბროთ. ბატონო კობა, თქვენ როგორ ფიქრობთ, 4 განსხვავებული პოლიტიკური ძალა, როცა ერთ პლატფორმაში ერთიანდება, რა არის ამის მიზეზი, რატომ ასე ვთქვათ გაუგზავნეთ მოწვევა თავდაპირველად თქვენ პოლიტიკურ ძალას? მესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ახალი პოლიტიკური ცენტრი თავისი დაარსების დღიდან აკეთებდა განცხადებას, რომ ჩვენ მზად ვიყავით, გავერთიანებულიყავით ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ჰქონდა სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვა. ამის ნათელი მაგალითი იყო გაერთიანება ჩვენი გიორგი ვაშაძის ახალ საქართველოსთან, ახალ მემარჯვენეებთან და შემდეგ უკვე ბატონ პაატა ბურჭულაძესთან და მის პარტიასთან. ასე ვთქვათ, რა ნიშნით მოხდა პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან დაკავშირება, მხოლოდ სწორი ეკონომიკური ხედვა იყო აქ გადამწყვეტი? არა მარტო ეკონომიკური, არამედ სწორი ეკონომიკური ხედვაც და რა თქმა უნდა პოლიტიკური ხედვაც და ევროპული არჩევანი. რაც გვაერთიანებს ძირითადში გამოიკვეთა ეს ორი თემა, რის ირგვლივაც გავერთიანდით. არსებობს კიდე დანარჩენი თემები, შეიძლება რაღაც საკითხი გადასაწყვეტი იყოს დღემდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თავარია დღევანდელი ქვეყნისთვის სწორი ეკონომიკური ხედვა და სწრაფი გამდიდრება, რაზეც ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ და ის რომ ჩვენი კურსი ცალსახად უნდა იყოს ევროპული. გასაგებია. ბატონ კახა, ორი პოლიტიკური ძალა ამ 4-დან ახალი საქართველო და გირჩი არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებმაც შემდეგ თავიანთი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პარტიები ჩამოაყალიბეს. აი ამ შემთხვევაში როგორ აღიქვით თქვენ, როგორც ამბობენ ყოფილ ნაციონალებთან გაერთიანება? არანაირად მე არანაირი პრობლემა არ მაქვს არავისთან გაერთიანების, თუ ის ძალა, ის ადამიანები ემთხვევა ჩვენი პრინციპები და იმათი პრინციპები ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ის ევროპული ხედვა სულა ევროპისაკენ, ნატოსთან გაერთიანება დღეის მდგომარეობით ყველაზე მთავარი თემა ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანების, რამე თუ ყველა ვხედავთ, როგორ მძლავრდება პრორუსული აგიტაცია, პრორუსული ძალები
და მე ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებ, რომ ამ კუთხით მაინც შევძლოთ ერთად დგომა, რომ ისევ უკან არ დავბრუნდეთ წარსულში. გასაგებია ბატონ გელა, თქვენ ასე ვთქვათ, ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენთ თქვენც და ის ძალაც, ის პლატფორმაც, რომელზეც საუბრობთ, როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო 4 პარტიამ ეს გადაწყვეტილება, ის ხომ არ იყო ამის წინა პირობა, რომ საკმაოდ რთული და დაძაბული არჩევნებია და იმ თუნდაც ბარიერის გადალახვა არ იქნებოდა მარტივი, თუნდაც ახალი შექმნილი ჩამოყალიბებული პარტიებისთვის და 4 ძალის გაერთიანება უფრო უკეთეს შედეგს, ასე ვთქვათ, დადებს არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ახლა ნებისმიერი ძალების გაერთიანება გამოიწვევს იმაზე მეტი, ასე ვთქვათ, შედეგის დადებას, თუნდაც ამ არჩევნებზე, რასაც ისინი ცალ-ცალკე შეძლებდნენ. ეს 2x2-ია. მაგრამ ეს იქნებოდა მთავარი მიზეზი. მთავარი მიზეზი, ალბათ, ახლა ჩემ მხრიდან ახლა ვერ ვისაუბრებ, ახლა მთავარი მიზეზი რა იყო ამ პოლიტიკური ძალების გაერთიანების, მაგრამ ვფიქრობ, ისინი კოალიციურად უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ის რომ ცალ-ცალკე ებრძოლა 4-ვე მათგანს. რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს ბარიერის გადალახვაც გაუჭირდებოდა. გასაგებია. ცალ-ცალკე ბრძოლით. კი ბატონო, ბატონ გელა, როგორი, ასე ვთქვათ, როგორ კონკურენტს ხედავთ აი ამ პოლიტიკურ პლატფორმაში, რომელმაც საბოლოო სახე შესაძლოა არც მიიღო, შესაძლოა კიდევ ვინმე გაერთიანდეს, ალბათ ხო, ბატონებო, არ გამორიცხავთ. ყოველ შემთხვევაში რა სახითაც ახლა გვაქვს, აი როგორ რამდენად ძლიერ ოპონენტს და კონკურენტს ხედავთ თქვენ ამ პლატფორმაში? ნუ კონკურენტს და ოპონენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ ხედავთ ყველა იმ ძალაში, რომელიც მონაწილეობას მიიღებს არჩევნებზე, მაგრამ ის რომ მე ახლა ახალციხის მაგალითად მივიჯელებ, ახალციხის ადგილის მაგალითად, სადაც ჩვენ კანდიდატი საყოველთაოდ წარდგენილი, ვფიქრობ ჩვენი კანდიდატი ალტერნატივაა და უძლიერესია და მოვიპოვებთ დამაჯერებელი გამარჯვებას არჩევნებში. გასაგებია, კანდიდატი ახსენა ბატონო გელამ. თქვენ არცერთ თქვენ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ძალას ცალ-ცალკე არ ყავდათ დასახელებული ჩვენ რეგიონში სამაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები. იმიტომ ხომ არა რომ ელოდებოდით ასე ვთქვათ საბოლოო აი ამ კონსოლიდაციას, რომ რა ფორმით ჩამოყალიბდებოდით. აი თუ მიდის ამ საკითხზე საუბარი და სავარაუდოდ როდის შეიძლება ვიხილოთ, როდის შეიძლება გავიგოთ თქვენი მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობის შესახებ. ალბათ ძალიან მალე ცალ-ცალკე ჩვენთანაც და რა თქმა უნდა მეორე გუნდშიც მიდიოდა ამ თემაზე საუბარი, ვემზადებოდით უახლოეს დღეებში უკვე კანდიდატურების დასახელებისათვის და გამომდინარე იქედან, რომ დღეს უკვე ორივე პარტია ერთად ავართ და შედგა კოალიცია, აქედან გამომდინარე ალბათ უფრო გავძლიერდებით და საუკეთესო კანდიდატი დადგება ამ შემთხვევაში არ ექნება მნიშვნელობა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ერთმანეთს ვებრძოლოთ რაღაც კანდიდატის დაყენებისთვის, ან პირველ ადგილზე ვინ დადგება და მეორეზე ვინ შეთანხმებულად, როგორც ერთი გუნდი, ამის მაგალითიც ჰქონდა ვაშაძესთან გაერთიანების შემდეგ, რომ ეს პროცესი არ ყოფილა ხმაურიანი, არც შიგნით, არც გარედან არავისთვის ვისათითებელი, იგივე იქნება დღესაც და ამ შემთხვევაში არჩევანი გაკეთდება საუკეთესოზე. გასაგებია, ბატონ კახა, წეღანაც ვიკითხე, შესაძლოა ასე ვთქვათ მიიღო საბოლოო სახე ამ პოლიტიკურმა პლატფორმამ, თუ შესაძლოა ვიხილოთ სხვა პოლიტიკური ზალა კიდევ აი ამ თქვენ 4 პარტიასთან ერთად, როგორ ფიქრობთ? იმ განცხადებიდან გამომდინარე, რაც პაატა ბურჭულაძემ გააკეთა ერთიანობის, არაშუღლის, არაშურისძიების, არარევანშის, ჩემთვის მაგალითად მოულოდნელი არ იქნება თუ კიდევ რომელიმე ძალა შემოიერთებს ჩვენი მოძრაობა. რომელიც ცალსახად პროდასავლური იქნება? რა თქმა უნდა, ცალსახად პროდასავლური, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის რაიმე მოწინააღმდეგეები ვართ, ჩვენ ვართ ურთიერთობის გამოსწორების მომხრეები რუსეთთან და ლაგების თანაბარძალოვანი ურთიერთობის რუსეთთან და არანაირი მტრობის. გასაგებია. მხოლოდ იმის შემდეგ, როცა ვთქვათ, ეს დაკავებული ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნდება ალბათ ჩვენს ქვეყანას. ბატონო, თქვენ თავისთავად ცალ-ცალკე და ერთადაც ალბათ გექნებათ თქვენი შედეგები, თქვენი შიდა კვლევები, რა შედეგის, ასე ვთქვათ, და მოცემა შეგიძლიათ არჩევნებზე. აი, როგორ ფიქრობთ, როცა 4 პოლიტიკური ძალა ერთიანდება ერთ პლატფორმად? აი, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი შედეგი შეიძლება გქონდეს თქვენ პლატფორმას?
რა თქმა უნდა, როცა მარტო იყო ახალი პოლიტიკური ცენტრი, ამ შემთხვევაში ვფიქრობდით, ჩვენი ამოცანა იყო, რომ ის მინიმალური ბარიერი ზღვარი გადაგველახა და გამოჩენილიყავით პარლამენტში. მაგრამ ამან უკვე გადაიარა, ეხლა 3-4 სერიოზული პარტია დადგა ერთ კოალიციაში და დღესდღეობით არანაირად ხმამაღალი განცხადება არ იქნება ის, თუ ვიბრძოლებთ სერიოზული გულების და პროცენტებისთვის ამ არჩევნებში. როგორც პროპორციული სისტემით, ისე მაჟორიტარული სისტემითაც ვფიქრობთ, ვეყოლება დეპუტატები და წარმომადგენლობა ჩვენ. კიდევ ერთი საკითხი, 4 პოლიტიკური პარტიიდან 3 არის ახალი შექმნილი და ახალი ჩამოყალიბებული. ესეც გახდა ერთ-ერთი ასე ვთქვათ მიზეზი იმისა, რომ ვთქვათ პარტიის და ძალის გასაძლიერებლად საჭირო გახდა სხვა ასევე ახალი შექმნილი პარტიებთან გაერთიანება. დაგასრებ პოდის ლოგიკი, ახლა ეს მარტო პარტიების გაძლიერება და გაერთიანება არ არის. ყველამ ვიცით დღევანდელი სიტუაცია, რა დღეშიც არის ქვეყანა. სხვა განცხადებებს დღევანდელი ეთერიდან გამომდინარე არ გავაკეთებ და ჩამოყალიბდები იმ თემაზე, რაზეც მოწვეულები ვართ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ საჭიროა ნებისმიერი ძალის გაერთიანება, რათა ეს ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს და ეს არ დარჩეს მარტო განცხადებად და წაადგეს ქვეყანას ხვალდაზე წინ. იმიტომ რომ ჩვენ 2-3 პარტია ვართ, რომელსაც ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა გვაქვს და აგრეთვე სხვა ხედვები, რომლის რეალურად განხორციელებას ვაპირებთ, რომლებიც ემთხვევა ერთმანეთს. და ამის აი ამ ყველაფერმა ამან მიგვიყვანა იმ დონეზე, რომ 4-ვე დავდექით დღეს ერთად და არ გამოვრიცხავთ, რომ ამ 4-ს კიდე დაემატოს რომელიმე პარტია, თუ იგივე მიზნები ექნება, რა მიზნებსაც ემსახურება თითოეული ჩვენთაგანი. კი ბატონო, ამ ასე ვთქვათ პატა ბურჭულაძის პოლიტიკური ძალის გაერთიანებამ ყოფილი ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წარმომადგენლებთან კიდევ უფრო გააღრმავა ის ეჭვები, რომ პარტა ბურჭულაძეც ასე თუ ისე უფრო მისი პოლიტიკური სიმპათია უფრო ერთიანი ნაციონალური მოძრაობისკენ იხება, რომელზეც აქამდეც იყო საუბარი თქვენ ეს არაერთხელ ალბათ მისმენიათ ხომ ეს არგუმენტი. ხო და როცა მოხდა ასე ვთქვათ ყოფილ წარმომადგენლებთან აუცილებლად უნდა ვკითხო ბატონ გელასაც, იმიტომ არის სწორედ აქ, რომ ასე ვთქვათ ის ორი პოლიტიკური ძალა, გირჩი და ახალი საქართველოს, სწორედ ყოფილი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წარმომადგენლები არიან და ეს კითხვა აუცილებლად უნდა დავუშვათ ბატონ გელას. ეს კითხვაშივე ამბობ რუსუდან, რომ ყოფილი მოძრაობის წევრები, ნაციონალური მოძრაობის წევრები. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ნაციონალებთან გვინდოდა გაერთიანება, იმათთან გავერთიანდებოდით, თუ ვთქვათ საერთო ხედვები და ის საერთო წარსული გვექნებოდა. ასე რომ მე ეჭვება რა, ეს არის ძალიან ვიწრო ჭოგრიტიდან დანახული რეალობა, რასაც ამბობენ, რომ ვთქვათ ჩვენ ვასოცირდებით ნაციონალურ მოძრაობასთან. გასაგებია ბატონ კობა, აი ამ ეჭვზე თქვენს მინდა რომ მიპასუხოთ განსაკუთრებით, იმიტომ რომ სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა თქვენი და ახალი საქართველოს გამოყოფა, ასე ვთქვათ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ეს კიდევ უფრო ამბობენ, რომ ეს აღრმავებს აი ამ ეჭვებს. მოდი მაშინ ესე ვთქვათ, ეხლა ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც თითქმის ყველა მოვდივართ ან გვალიმაგი და თავისუფალი საქართველოსდან, ან სახალხო ფრონტიდან და რა ვთქვათ ამ შემთხვევაში რომელ პარტიას მივაკუთვნოთ ეს ხალხი. თქვენს კარგად ხედავთ, რომ აქ დასამალე არაფერი არ არის და მე მგონი ღიად ჩანს, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა მართლა მიუთითებს, რომ ჩვენ ოცნების სატელიტები ვართ და იგივე სიძახის ოცნების მხარე და რეალური სურათი არის ის, რაც არის. ჩვენ გავერთიანდით ის ძალები, რომელსაც გვაქვს ერთნაირი ხედვა. და ეხლა ჩვენ ოპონენტებს სჭირდებათ ოპონენტებისთვის ეს თემა და აუცილებლად გაიჟღერებს, იმიტომ რომ შავი პიარი თulis ყველას, რომ მომგებიანია თავისი პარტიისთვის, მაგრამ ჩვენ დასამალე არაფერი არ აქვს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ვინც წავედით ერთი საერთო მიზნისკენ. და თუ კი ვიქნებოდით ნაციონალებთან ერთად, ესეც გამჟღავნდებოდა და მაშინ უფრო დიდი გუნდით გავიდოდით არჩევნებში და ეს უფრო მოგცემდა იმის საშუალებას, რომ ოცნება დაგვემარცხებია და ჩამოგვეშორებია საერთოდ მართლობისთვის. მაგრამ არ გაკეთდა ის, რაც რეალური სურათია დღეს და ვისაც წარმოვიდგინეთ. გასაგებია, თუმცა ალბათ არ გეუცხოებათ და არ გიკვირთ ის, რომ მუდმივად გახსენებენ, ასე ვთქვათ, იმ თქვენ პოლიტიკურ წარსულს, რომელიც თუნდაც რამდენიმე თვის წინ რა პოზიციაც რამდენიმე თვის წინ თქვენ ლიდერებს ჰქონდათ, ხო? გასაგებია, ახლა და იმიტომ გავამახვილა ყურადღება თავიდან, რომ ყველა რომელიღაცა პარტიიდან მოვდივართ. საქართველოს პატარა ქვეყანაა, ბევრი პარტიაა და ერთპარტიული ხედვა ჰქონდეს ადამიანს 90-იან წლებში, 2000 წელში და 2016 წელში ცოტა ძნელია, იცვლება სოფლმხედველობა ადამიანის რაღაც გარკვეული მიზეზების გამო
მოდის ისე რომ თავისთავად დღეს ჩვენც ერთი გუნდი იყო ოცნება, როცა მოვიდა ამხელა კოალიცია 2012 წელს, მაგრამ შევხედეთ, რომ 4 წლის განმავლობაშიც ვერ შეინარჩუნა თავისი სახე. გამორიცხული არაფერი არა, რა ვთქვათ ახლა იქედან ნაწილი ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ და იმიტომ დაიშალა. ეს საერთოდ ოცნებას წარმოადგენდა 1 წლის უკან, ხო? გასაგებია, მადლობა, გასაგებია თქვენი არგუმენტები, ბატონკობა. ბატონგელა იგივე კითხვა თქვენი და დაგისვათ. ჩვენი ხედვა, ფინანს პარტიის ხედვას ვიტყვი ამ საკითხთან დაკავშირებით. მაშინ მე ხომაღლა ითქვა და გაცხადდა, რა დროსაც ამ ადამიანებმა დატოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ თვლით, დავაცხადებთ, რომ ეს არის თამაში, რომელიც ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ერთ გუნდს, სახელმწიფო გუნდს, ეს არის ივანიშვილის გუნდი. რა თქმა უნდა, ჩვენი ხედვა ასეთია და მივხრობთ აქეთკენ. აი ამის არგუმენტი რა გაქვთ, რატომ აძლევს ეს მართლ პარტიას ხელს? ნუ ახლა ვერ ვიტყვი იმას, რომ საერთოდ არ შეეტყვა ეს ნაციონალური მოძრაობას ამ ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯი, ანუ დატოვება პარტიის, რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის ასე თუ ისე შესუსტება იყო. ვის აძლევს ხელს ნაციონალური მოძრაობის შესუსტებას? უკაცრავად ბატონოგელა, ეხლა რომ ოცნების წარმომადგენელიც ყოლოდა დღევანდელი დღე, ალბათ თქვენ შორის სერიოზული დავა იქნებოდა, მაგრამ ასე შეგვიძლია ჩვენ ოცნებას თუ ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გააერთიანებს სრულიად საქართველოს და დღეს ბატონმა პატაბურჭულაძემ განაცხადა, რომ ძალიან დიდი ზეწოლები ხორციელებოდა მასზე და კიდევ იქნება. და ხო, კიდევ იქნება ასე განაცხადა, ნუ ეს ჩვენთვის ნაცნობია ნაციონალური მოძრაობისთვის და ვფიქრობ, ესეც ერთ-ერთი ზეწოლის შედეგი იყო ისიც, რომ ადამიანებმა დატოვეს ნაციონალური მოძრაობა და რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯმა, ამ ადამიანების ნაბიჯმა, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო უფრო სახელმწიფო გუნდის თამაშს. გასაგებია, პატაბურჭულაძის ციტირება, რაც დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი შემოგვიერთდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა და პოლიტიკური წნეხი. რას გულისხმობდა ბატონო პატა, როცა ამ განცხადებას აკეთებდა? თუნდაც ხონის გუნდის წასვლა ჩვენი პარტიიდან, თუნდაც თბილისის ერთ-ერთი უბნის წასვლა პარტიიდან აჭარის ახალგაზრდულმა თანამდებობამ ორგანიზაციის დიახაღმასვლა. ეს ყველაფერი არის იმ ზეწოლების და იმ მდგომარეობის შედეგი, რაშიც დღეს მდგომარეობით იყო პარტია. ალბათ ამის მერე უფრო გაძლიერდება, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო სერიოზულ ძალას, უფრო მეტად გაძლიერებულ ძალას დაინახავს ოცნება. და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ზეწოლებისთვის უნდა ვიყოთ მზად. გასაგებია, თუმცა მხოლოდ თქვენ პოლიტიკურ ძალაზე აისახება ეს ბატონკა, ხა? ვერ გეტყვით, მე ჩვენს პოლიტიკურ ძალაზე საუბრობ და სხვა პოლიტიკური ძალა ალბათ თავისზე ისაუბრებს. ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, იგივე თქვენ ჩამოთვალეთ ფოთი, ხონი, ასე ვთქვათ, ვაზის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დატოვა. ჯერ ოფიციალურად მხოლოდ და მხოლოდ გორის მაჟორიტარები არის დასახელებული ჩვენი პარტიიდან და ასე რომ ის თუ მოიაზრებოდა ვინც მოიაზრებოდა იმ ადამიანმა თქვა რომ აღარ აპირებს აი ამ სტატუსისთვის მაჟორიტარის მოპოვებისთვის ბრძოლას მაჟორიტარობის მოპოვებისთვის და მე ყველა ბოლოს ამატებს რომ ფინანსური გაჭირვება და ესეც უნდა მეთქვა რომ იყო ფინანსური პრობლემები რომელიც მე ვთვლი რომ რომც არ ქონოდა ფინანსური პრობლემები კარგი იქნებოდა რომ ხელოვნურად შეგვექმნა ეს ფინანსური პრობლემები რამე თუ ის ადამიანები რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ფინანსების გამო იყო ჩვენ პარტიაში შემომძვრალი დროზე დაეტოვებინათ პარტია. გასაგებია ეს კითხვა იმიტომ დაგისვით რომ ძირითადად როცა პარტიიდან წასვლაზე საუბრობენ ბოლო 2 დღის განმავლობაში ისინი ამბობენ რომ განსაკუთრებით გაანაწყენმა თქვენმა გაერთიანებამ ყოფილ ისე ის ფრაზა უნდა ვახსენო ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წარმომადგენლებთან და ყოფილ ლიდერებთან. აი ერთ-ერთი არგუმენტი პარტიიდან წასვლის მათი არის ეს, რომ თქვენ გავუერთდეთ. ესე იგი 85-88-ში დავამთავრე სკოლა და იმის მერე სულ ან ყოფილები რომელიმე ახალსახეს ხედავთ აქამდე ბოლო 4 წლის გარდა ვთქვათ სულ ერთი და იგივე ადამიანები რო გვეგონა ვთქვათ რომ იყვნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები და რომ ებრძოდნენ რუსეთს და რომ მთელმა აფხაზეთის ომმა იმათ ზურგზე გადაიარა უცბად ამ სახეებს ჩვენ ხედავთ ისევ იმ პრორუსულ ძალებში და იმ პრორუსულ პარტიებში
რომლებიც ახლა გამოვიდნენ არენაზე და ახლა მე მგონია რომ უნდა დაამთავრდეს ეს ყველაფერი ეს ერთი წრეზე ტრიალია 25 წლის განმავლობაში და რამდენადაც ქართველებმა გამოუნახოთ ერთი პირი, ერთი ენა, ერთი მუშტათშეკვრა უცადოთ რომ უფრო ძლიერები, გაერთიანებულები და გაფრთხილებულები ვიყოთ. ბატონო, თქვენ ამბობთ, რომ ასე ვთქვათ, ის წარსული, თუნდაც ის პოლიტიკური შეხედულებები, რაც მაგალითად ბატონობა თქვენ ლიდერს ქონდა, ახალი საქართველოს ლიდერს, რაღაცნაირად უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს ახალი პროცესები, ხო? თუმცა ამასთანავე პოლიტიკური პარტიები ხშირად, ასე ვთქვათ, აპელირებენ თუ მოიშველებენ არგუმენტად მათ სუფთა წარსულს და ასე შემდეგ. ამაზე ყოფილა საუბარი, ამაზე ახალ ჩამოყალიბებულ პარტიებსაც არაერთხელ უსაუბრიათ, რომ აი ჩვენ მოვდივართ სუფთა ხელებით და სუფთა წარსულით. აი ამ შემთხვევაში რომელი უფრო ასე ვთქვათ წონადი არგუმენტია? მე მოდით მაშინ ჩემ თავზე გეტყვით რა ამ თემას. მე არასდროს არ ყოფილი ვარ არც ერთი პარტიის და არანაირი პოლიტიკური ძალის წევრი. თუნდაც იმ 2014 ივნისში რომ აღმოჩნდი მე ვთქვათ ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ, მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ აი რაიონს ჭირდები, რეგიონს ჭირდები და შენი გამოცდილება კახა და მე მაშინ ჩავთვალე, რომ მართლაც რატომაც არა თუ ვთქვათ ამ გამრავლილი წლების მანძილზე ჩემი დაგროვილი ცოდნა შემეძლო, ვთქვათ მომეხმარებინა ჩვენი რეგიონის დედაქალაქისთვის სამწუხაროდ არ მომეცა საშუალება რომ ასპინძისთვის მიმეხედა მაშინ ესე დავამთავრეთ. გასაგებია აღმოჩნდით, ანუ ეს რას ნიშნავს ერთგვარი, ასე ვთქვათ, პასუხისგებლობის ცოტა მოხსნა ხომ არ არის ეს? არანაირად პასუხისგებლობის მოხსნა არ არის. მე ვთვლი რომ მაშინ რას გულისხმობთ აღმოჩნდი, რაცა ამბობთ რომ მე აღმოჩნდი საკრებულოს თავმჯდომარე. რაღაცნაირად არ ქონდათ, ასე ვთქვათ, არანაირად არასდროს რომ რაზე თანხმდებოდით ასე. არანაირად არასდროს მე არ მიფიქრია იმაზე რომ მე როდისმე რაიმე კარიერული და პოლიტიკური წინსვლა მქონოდა და რაღაცა სკამისთვის მებრძოლა რა. მე უბრალოდ მაშინ დამარცხნეს რომ ჭირდებოდი ჩემს ქალაქს და ჩემს რაიონს. მე მართლაც პირველი 5-6 თვის განმავლობაში ძალიან სერიოზულად და ძალიან მუშაუხრელად მუშაობდი და ძალიან საინტერესო იყო ის პირველი 5-6 თვე. რა მოხდა 5-6 თვის შემდეგ მაშინ? 5-6 თვის შემდეგ მოხდა ის რომ უკვე შემთხვევა გარეთ გამოსulis. იმიტომ რომ ეს საკრებულოს სამუშაოები დამთავრდა, ის ნორმატიული აქტები ყველა მივიღეთ, რაც იყო მისაღები და უცბად დავინახე რომ არ იყო ის გუნდი, რომელთანაც ჩემი დგომა აუცილებელი იქნებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ 5-6 თვის შემდეგ. ასე ვთქვათ, მიხვედით ამ დასკვნამდე. გასაგებია, მადლობა. ოდნავ, სულ ოდნავ ავსით იმას, მაგრამ არა მარტო ბატონი კახა, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ის ნაწილი ვინც მომიცა ოცნებას, ისიც 5-6 თვის შემდეგ ალბათ გაწილებული დარჩა და იგივენაირად თავიანთი გადაწყვეტილების დღეს წვენდათ. კი ბატონო, თქვენ ზეწოლაზე საუბრობდით. ბატონო, თქვენც ახსენეთ, თქვენ თქვით, რომ თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომელმაც დღეს უკვე ახალი პოლიტიკური ძალა შექმნეს, ზეწოლის გამო დატოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ანუ ზეწოლის მთლიანად ნაციონალურ მოძრაობაზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა ის, რომ დაუშვათ არ ამოქამ კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი, ისე ზოგადად შეიძლება ზოგი მოისყიდეს, შეიძლება ზოგი დააშინეს და დატოვა პარტია, შეიძლება ის ზოგი ისევ პარტიაშია ჩვენთან და ორმაგ თამაშს თამაშობ. ეს ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა, რა თქმა უნდა. აი ახლა წინასაარჩევნოდ რა სიტუაცია ამ მხრივ, თქვა, თუნდაც რა ხდება ჩვენ რეგიონში, ახალციხეში, როგორ მიმდინარეობს ეს წინასაარჩევნო პროცესები, როგორი გარემო გვაქვს? როგორც დღევანდელი ხელისუფლების ლიდერები ამბობენ, რომ არ იქნება თანაბარი გარემო, ნამდვილად არ იქნება თანაბარი გარემო სახელმწიფო ძალებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ყველანაირი ბერკეტებით შეეცდებიან
შევიწროებას ოპოზიციური ძალების შეცდებიან ეს თქვენი პროგნოზია რომ არა მიდის უკვე ხა ჩვენმა კანდიდატმა კარიკარ შემოიარა ადგენისა და ახალციხის სოფლები უკვე დიდი ხანია ჩვენ წინასაარჩევნო ჩვენი შეხვედრები და პროგრამა დავიწყეთ და ესე იგი დადიოდა ჩვენი კანდიდატი ხან რომელიღაცა თემის წუნებული მიუვარდა იქ მაგალითად აწყურში როგორ გაბედე უჩემოთ ჩემს თემში შემოსვლა რატო უნდა ეკითხა მაჟორიტარ დეპუტატს მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატს რომელიღაც გამგებლის წუნებულისთვის რომ ეს თავის რაუნდშევას ხდებოდა ან კიდევ რო დაივლიდა მოსახლეობას ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი უკან მიყვებოდა წუნებული და მოსახლეობას ეკითხებოდა აი რატო იყო ამოსული აი რა გითხარ რაზე გელაპარაკა არ აყვე არ შეხვდე არ დაელაპარაკო მსგავსი ფაქტები არის და გარდა ამისა იმ ადამიანებს რომელსაც ჩვენ მოვიაზრებთ კომისიის წევრებად წარმომადგენლებად დამკვირვებლებად ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ადამიანია საჭირო ადამიანის რესურსი არჩევნების ჩატარების დღეს იგივე პრობლემა რა თქმა უნდა იქნებათ აგერ ჩემ ოპონენტებსაც აგერ ამსუთას მიდის მათი ასე ვთქვათ ზარშინაურს მიუგზავნიან ან რაღაც შეიძლება რომელიმეს ოჯახის წევრი სადმე მუშაობს დაკავებულია რა თქმა უნდა ყოველდღე ხორციელდება ზეწოლები რომ აი რა გინდა რატო უდგახარ გვერდში და ანები თავი გამოდი გარეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ძალიან მრავალი ფორმაა ზეწოლის და ნუ გარდა იმისა რომ სულ ახლახანი იყო წარდგენა ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების რეგიონის ჩვენთან ქალაქში და ყველამ ვიცით რა ფორმით მოხდა ამ ხალხის მობილიზება როგორი დაშინებით და იძულებით მოხდა იმ ადამიანების წამოყვანა როგორი რას გულისხმობთ დაკარგავდნენ სამსახურს თუ არ წამოვიდო და შეხვედრაზე ან იმის მეუღლე დაკარგავდა სამსახურს ან იმის მშობელი დაკარგავდა სამსახურს პირადად უკვე ბაღის დირექტორები ურეკავდნენ მათ მასწავლებლებს რომ აუცილებლად მეუღლე უნდა წამოიყვანა, შვილი უნდა წამოიყვანა, ასე შემდეგ, ნუ არაფერი ხა ეს პრობლემას არ წარმოადგენს ეს მსგავსი რაღაცები ჩვენ დიდი ხანია გვინახია და გავლილი გვაქვს. ახლა გელასთვის უცხო არ იქნება ეს რა დარწმუნებული ვარ ის თანამდებობა რა დატოვა, ალბათ ისიც ანალოგიურ სიტუაციაში იქნებოდა. მე მაგალითად მანამდე ოცნებამდეც და იქით ასპიდაში რო გავილიდი ყველა ესე გადახვევით შეხვედრა და რამე და მაგრამ ეხლა უკვე ვატყობ რომ ცოტა ერიდებათ ხოლმე ასეთი ემოციის გამოხატვა მაგრამ თვალებში მაინც ჩანს რომ ანალოგიური ზაკეთება უნდა ახლანდელ პოლიტიკურ არჩევნებს უკავშირდება კი რა თქმა უნდა რა არის იქ ახლა ზოგი მუშაობს გამგეობაში ზოგი ბაგაბაღში ზოგი დამლაგებელია და იმასაც კი ეშინია იმას 50 თუ 100 ლარიანი სამუშაოს დაკარგვა და მაინც ერიდება რაღაც ისე აშკარად გამოხატოს ის სიმპათია თუ სიხარული შენთან შეხვედრა. ერთადერთი იმედი, რაც დღევანდელ, ასე ვთქვათ, უმრავლესობას შერჩა ამ არჩევნებზე გამარჯვების, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ვინც აღშენებია ბატონ გელავს არ უპასუხებთ პირველად ვარ პირდაპირ ეთერში და ძალიან ხშირად ისმის ეს გამოდგმა რომ შეშინებული, მოსყიდული, დაშინებული ბატონ გელა. მოდი პირდაპირ ვთქვათ რა შეშინებულებს და დაშინებულებს ნამდვილად არ გავართ, არც მოსყიდული ხალხი ვართ, მაგრამ ერთია რა ჩვენ მოსყიდვაზე უფრო ჯობია ნაციონალურმა მოძრაობამ ხალხს მიხედოს, რომელიც დღესაც შიგნით რჩება. 4-5 მაისური აცვია და რომელ დღეს რომელიც ჭირდება იმით მოძრაობს. ისე ჩვენ არც მოსყიდულები ვართ და არც უბრალოდ ძალიან თუნდა პოლიტიკა კი ამბობს უყოლა რომ სიბინძურია, მაგრამ ამ სიბინძურეს ხანდახან ვქნით ჩვენ და არ გვინდა პირველი შეხვედრა ნორმალურად ვიპაექროთ, მაგრამ ის რომ შეურაცხყოფა რომ ვიღაცა უნდა მომისყიდოს ამ ხნის კაცი ვარ და ჯერ არავის არც გაუბედია და ვერც გაბედავს მომავალში. ხო, ვერც გაშინებას, ვერც მოსყიდვას, ვერც გადაერო. არა, საერთო ჯამშეულად ჩემზე იტყვით ზურა ჯაფარიძეზე, ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა. ზეწოლის რაფორმები იყო და ზეწოლის რაფორმები. გასაგებია, ყველაზე იყო ბატონებად ალბათ თქვენს გახსოვს და მეც მახსოვს 2012 წელი და დღეს თქვენ გვერდით რო დგას იმ ხალხის გარკვეული ნაწილი, როგორ იმალებოდა სახლებში და გამოჩნდა 2015 წლის მერე, როცა გააქტიურდით. და ისინი დღემდე პარტიის წევრებად რჩებიან, მაგრამ ეს გუნდი წამოვიდა, არ იკადრა ის და წამოვიდა, დადგა თავისთვის და აკეთებს თავის საქმეს და ცოტა კი არა სერიოზულად შეურაცხყოფელია, მით უმეტეს თუ კი წამოვედით, არ ვლაპარაკობთ, ხო, წამოვედით, ჩვენთვის არსებობდა მიზეზები და ვაკეთებთ ჩვენ საქმეს. ერთ რამეზე შევთანხმდეთ რა.
არა, ეროვნული შეწყობა არც მიფიქრია და. ო, არა, ეხლა ადამიანს როცა მოსყიდულს და დაშინებულს უწოდებ, რამდენიმე ფორმა და რამდენიმე ფორმა ჩამოთვალა კონკრეტულად. ჩვენ გეთანხმებით, ეხლა თქვენზეც არის ეწოლა, ჩვენზეცა და არ არის რა თქმა უნდა მასშტაბური, არც არავინ ამას არ გამოაშკარავებს, მაგრამ ის რაც შეეხება სოფლებში, ადგილებზე დაშინებას და ის სკოლის დამლაგებელთან რომ მივა დირექტორი დაიბარებს და იმ პარტიას ხმას არ ვიცემ, თორე სამსახურიდან გაგიშვებ, რაზეა საუბარი, ეს უნდა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამ ქვეყანაში. გეთანხმებით. ამის მომხრე ვართ ჩვენ. კი. გასაგებია. მადლობა დიდი, ბატონ კახარ, ამის ხომ არ დაამატებდით ბოლოს? ესე სასაცილოა, რომ ოცნება ამბობს, რომ ჩვენ ვართ ნაციონალების სატელიტები. არა მარტო ოცნება, ზოგადად უბრალოდ გადახედონ თავიანთ სიას, მაჟორიტარებისაც, პარტიულ სიასაც და სად უფრო მეტ ყოფილ ნაციონალს აღმოაჩენენ. ნახო. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სტუდიაში მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, წარმატებას გისურვებთ. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ კახა ბერიძე, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, კობა გორგოძე, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი, გელა დემეტრაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკურ პარტიებს, ახალ მემარჯვენეებს, გირჩსა და ახალ საქართველოს დღეს კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის დაემატა ამ პოლიტიკურ სვლაზე საუბრობდით პირდაპირ ეთერში, არ გადართოთ, რამდენიმე წუთში უბრუნდებით ისევ და რეგიონში არსებულ მედია გარემოზე ვისაუბრებთ. რამდენიმე წუთით დაგემშვიდობებით.